ეთერშია კურიერი სამსაძე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპების უხეში დარღვევა ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ეს დოკუმენტები შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეას. მისი თქმით, რასა იუკნებით შენესმიერ მომზადებული ანგარიში დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს უარყოფს, რადგან ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლებას ქართველი ხალხის ნაცვლად ბრიუსელის ბიუროკრატიას ანიჭებს. შეფასებები კეთდება პოლიტიკურ პარტიებშიც. განცხადებებით ლელა ჯავახიშვილი უერთდება კურიერს. გისმენთ ლელა. ქართულმა საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ ასეთი დოკუმენტების უკან დგას სუბიექტური ინტერესები და არა ობიექტური მოცემულობა, რომელსაც მცდელობის მიუხედავად ვერ შეცვლიან. ასეთია პრემიერ-მინისტრის შეფასება. ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე მედიასთან რამდენიმე წუთის წინ ისაუბრა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ სტრასბურგსა და ბრიუსელში მიღებულ რეზოლუციებს ფასი აღარ აქვს. მისივე თქმით, ევრობიუროკრატებმა ხელისუფლების დე-ფაქტოდ მოხსენიების ნაცვლად, რაც უკვე არასერიოზული დამოკიდებულების გამოხატულება, პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის ნებას. ღემილის მომგვრელია 2 წელი გავიდა დაახლოებით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და როდესაც ასეთ დროს კონკრეტული ადამიანი საუბრობს ასეთ ტერმინებით, ეს არის რა თქმა უნდა ღემილის მომგვრელი. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ქართული ხალხის ინტერესებს და რა თქმა უნდა ერთი კონკრეტული ევროპარლამენტარი, ვერც რამდენიმე ევროპარლამენტარი ამ მოცემულობას ვერ შეცვლის. ზოგადად ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართული ხალხის გადაწყვეტილების შეფასება. შეიძლება ევროპარლამენტარებს ეწყინოთ ქართული ხალხის ესათვის გადაწყვეტილება, მაგრამ პატივი უნდა სცენ ასეთ გადაწყვეტილებებს. ზოგადად ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, განიცდით რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისე როგორც ევროპარლამენტში და ეს ყველაფერი აისახება ხოლმე შესაბამის დოკუმენტებზე. თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ რეზოლუციის ტექსტი და ნახავთ, რომ არის უამრავი ტყუილი, უამრავი უზუსტობა. თავი რო დავანებობთ იმას, რომ არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებული თავის შინაარსით ეს დოკუმენტი. ხოლმე არავითარი ფასი არ აქვს ასეთ დოკუმენტებს ჩვენი ქვეყნისთვის, არავითარი ფასი არ აქვს ქართული საზოგადოებისთვის. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად ისწავლა ასეთი დოკუმენტების შეფასება, იცის ძალიან კარგად რა დგას ამ ყველაფრის უკან. ფაქტი, რომ ევროსტრუქტურები საკუთარ რეზოლუციებში არ აღიარებენ უმრავლესობის არჩევანს და ხელისუფლების ლეგიტიმაციას უარყოფენ, ოპოზიციის შეფასებით წინააღმდეგობაში არ მოდის არც საერთაშორისო სამართალთან და არც დემოკრატიულ პრინციპებთან. მათი თქმით, ასეთი დოკუმენტების ავტორები პირიქით არიან ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდამჭერები. პარალელურად ოპოზიციის ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ სრულად არ იზიარებს რასა იუკნევიჩიანის ავტორობით მომზადებული რეზოლუციის შინაარსს, მათ შორის იმას, რომ ქართული ეკლესია რუსული გავლენის კონტექსტშია მოხსენიებული, თუმცა ოპოზიციის ერთი ნაწილი ამ ჩანაწერს ეთანხმება. მართალი გითხრათ, ეს ჩანაწერი არ მინახავს. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ქართული ეკლესიაში რუსული ეკლესიის გავლენები მართლა ძალიან გაიზარდა ბოლო პერიოდში, ეს ძალიან ცუდია. სუვერენიტეტის დარღვევა საქართველოსი არის არა ის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ახლა აკეთებენ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პირიქით ემხმარებიან საქართველოს და ყველა რეზოლუციაში, ყველა განცხადებაში ამბობენ, რომ ისინი დგანან საქართველოს მოქალაქეების გვერდით და იცავენ საქართველოს და აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რას თვლიან და რას არ თვლიან საქართველოს მოქალაქეები, ამას გადაწყვეტენ საქართველოს მოქალაქეები. რეალობა არის ის, რომ ნებისმიერი ასეთი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციის სამართლებრივი თუ პოლიტიკური შეფასება მიღებული რეზოლუცია ემსახურება ერთადერთ მიზანს ქვეყანაში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორებას და გაუმჯობესებას. ევროპარლამენტის რეზოლუცია წმინდა წერილი არასდროს არ ყოფილა საქართველოს მოქალაქეებისთვის. რაღაც შეიძლება მომწონდეს ამ რეზოლუციიდან, რაღაც ჩანაწერი, რაღაც შეიძლება არ მომწონდეს. ეკლესიასთან მიმართებით ევროპარლამენტის შეფასება შეიძლება არ ვითანხმებოდა კონკრეტულ შემთხვევაში. მეგობრები, დიალოგის ნაცვლად ქვეყანას ანტიქართული რეზოლუციების გამოყენებით დესტაბილიზაციით არ ემუქრებიან, აცხადებენ მმართველ პარტიაში. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ სტრასბურგსა და ბრიუსელში მიღებულმა დოკუმენტებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ კონკრეტული ძალებისთვის მიუღებელია ყველა ის ფუნდამენტური იდეა, ფაქტორი თუ რეპუტაციის მქონე ინსტიტუცია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და მის სუვერენიტეტს. როგორი ლამაზი რაღაც მოთაფლული სიტყვებითაც არ უნდა ისაუბრონ საკუთარ თავს ქვეყნის მეგობრებით, როგორც არ უნდა უწოდონ, ყველაფერი ნათელია. ეს იყო ერთგვარი რენტგენში გატარებული ჩვენება,
იმისა, თუ რას წარმოადგენენ ეს პოლიტიკური ძალები და რეალურად რა ინტერესები გააჩნიათ მათ საქართველოსთან დაკავშირებით. მათთვის მიუღებელია გამართული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის, საკუთარი სუვერენიტეტის, საკუთარი საზოგადოების დაცვა. მათთვის მიუღებელია ასევე ყველა დანარჩენი ეკლესიიდან დაწყებული სხვა ნებისმიერ საზოგადოებრივ ინსტიტუტით დამთავრებული, რომელსაც რაიმე რეპუტაცია, რაიმე სახელი აქვს ქვეყანაში და რომელსაც აქვს წვლილი შეტანილი და შეაქვს წვლილი სახელმწიფოს განვითარებაში. ფაქტობრივად ერთ და იგივე რეზოლუციებს უყურებთ ამდენი ხნის განმავლობაში გადმოკოპირებული ტექსტი. ეს არის ძალიან, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი ერთის მხრივ, რომ ჯერჯერობით გრძელდება ეს უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ვინაიდან ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის ერთადერთი წინაპირობა არის სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსადმი და ძალიან ცუდია, როდესაც ამდენ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის განწყობები არის სამწუხაროდ შეცვლილი ევროკავშირის მიმართ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ბჭყალებში მათი დამსახურება. საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული რეზოლუცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგში გუშინ მიიღო, პარალელურად კი ბრიუსელში გაიმართა გაფართოების საკითხებზე კომიტეტის სხდომა, სადაც საქართველოს წარმომადგენლობა მიწვეული არ ყოფილა. ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა გასულ კვირას რასა იუკნევიჩიენეს ავტორობით მომზადებული მორიგი რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა დაამტკიცა. ეს დოკუმენტი თბილისში ანტიქართულ და ანტიდემოკრატიულ რეზოლუციად შეფასდა. მადლობა ლელა ჯავხიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. პარლამენტის თავმჯდომარე უპრეცედენტო უპატივცემულობას უწოდებს ფაქტს, რომ რეზოლუციაში სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ლეგიტიმურ წარმომადგენლად არის მოხსენიებული, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და მთავრობა კი დე-ფაქტო ხელისუფლებად. ამასთანავე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ხაზი გაუსვა, რომ ანგარიში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რუსულ გავლენებთან დაკავშირება ოფიციალური ევროპული სტრუქტურების მხრიდან პირველი ღია თავდასხმა და საშიში პრეცედენტია. მან მოუწოდა ევროკომისიას გაემიჯნოს ქართულ ეკლესიაზე თავდასხმას. ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები. პრაქტიკულად ევროპარლამენტმა თავის ბოლო ანგარიში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე. უპრეცედენტოა ისიც, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის ლეგიტიმურ წარმომადგენლად მოიხსენიებს, ხოლო ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს დე-ფაქტო ხელისუფლებად აცხადებს. მსგავსი დამოკიდებულება უპატივცემულობა 2,100,000 ამომრჩევლის მიმართ ანგარიში ეკლესიის მოხსენება რუსული რელიგიური ქსელებისა და გავლენის ოპერაციების კონტექსტში წარმოადგენს ოფიციალური ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკლესიაზე პირველ ღია თავდასხმას და შეურაცხყოფას აყენებს მილიონობით მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს. ამასთან ეს საშიში პრეცედენტი აჩენს განცდას, რომ ევროპარლამენტს როგორც სხვა შემთხვევაში აქაც პირველს მოასინჯინეს ნიადაგი მსგავსი თავდასხმებისთვის. ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ქართულ ეკლესიაზე ერთდროული შეტევა არსებითად არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე. ჩვენთვის პრინციპულია, რომ ევროკომისია თავშივე გაემიჯნოს ევროპარლამენტის მხრიდან ქართულ ეკლესიაზე ამგვარ უხეშ თავდასხმას. ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიას ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი საქართველოსთან დიალოგის აღსადგენად. ამისთვის აუცილებელია შეწყდეს ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკა, დასრულდეს დეზინფორმაცია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, სრულად იქნეს აღიარებული საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი და განუხრელად იქნეს დაცული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. ფარისევლობაა, როდესაც ერთი მხრივ ევროპარლამენტი უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას გმობს, ხოლო მეორე მხრივ თავად ცდილობს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი ქართველი ხალხის ნაცვლად გადაწყვიტოს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. მანამდე იყო დებატები, სადაც მმართველ გუნდთან ერთად გააკრიტიკეს ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებმაც საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადეს. თბილისში კიდევ ერთხელ საუბრობენ ორმაგ სტანდარტზე, უსამართლო დამოკიდებულებასა და ანტიქართულ რეზოლუციებზე. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სუბიექტური დამოკიდებულებით ევროსტრუქტურები დემოკრატიულ ფასეულობებს შორდებიან. რას ვითხოვდით ჩვენ არაერთხელ უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმებას, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის გაუქმებას, ეგრეთ წოდებული ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებას. ჩემი მთავარი გზავნილი დღეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ის ევროპის საბჭოსაც ეხება. როდესაც საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიკითხოთ ფუნქციონირებს თუ არა თავად ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინსტიტუტები. დღეს ამ რეზოლუციაში კვლავ ვიმეორებთ ამ მოთხოვნას და წრფელად ვიმედოვნებ, რომ ამჯერად მაინც მოგვისმენენ, რადგან ჩვენი ორგანიზაცია თუ არ უსმენს ამ ასამბლეას, რატომ უნდა უსმენდეს მას ვინმე სხვა, მათ შორის საქართველოც. სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საპირისპირო მიმართულებით მოქმედებს. ამჟამად ის, ვინც მხარს უჭერს მთავრობას, ხშირად თვალს ხუჭავს დიდ დანაშაულებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ. სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი პრესის ფლობის უფლება ზეწოლის ქვეშაა. მიუღებელია პოლიტიკოსების ციხეში ყოფნა, ისინი უნდა იყვნენ პარლამენტში და საჯარო დებატებში. ამავე დროს გარკვეული ოპოზიციური ძალები უფრო მეტად ყველაფერში მხოლოდ მთავრობის დადანაშაულებით არიან დაკავებული. ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი არის ინსტიტუტებში, რომლებშიც მათ უნდა იმუშაონ. საპარლამენტო ბოიკოტს აზრი არ აქვს. ეს არ ეხმარება საქართველოს მოსახლეობას და საერთოდ საზოგადოებას. ევროპის გაერთიანებულ მემარცხენეებს ჩვენ გვსურს ზეწოლა მოვახდინოთ პოლიტიკოსებზე ყველა მხარეს, რომ უკეთესად იმუშაონ, ვიდრე ამას დღეს აკეთებენ. რაც შეეხება ოპოზიციის როლს, ჩვენ ვიცით რა არის მათი როლი, ისინი არიან დაკავებული საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს, ეს ეხება ეგრეთ წოდებულ NGO-ებს, ისინი ჩასული იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ დროული საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს საჩვენებს, რა თქმა უნდა, მათ ბუნებას, ისინი პასუხისმგებლობას იღებენ, იზიარებენ, რა თქმა უნდა, იმ სამარცხენო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ტრაგიკული მოვლენაა, თუმცა საზოგადოება აფასებს ამ ყოველს. ამ აგენტურას, რომელსაც ეწოდებოდა ფორმალურად ოპოზიცია, სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ხო, მათ ოპოზიციას ვერ დავარქმევთ. ეს აგენტურა მოქმედებდა დავალების შესაბამისად, მათ დაავალეს პარლამენტში არ შესვლა. და ეხლა უკვე ხედავთ, რომ გვესმის გარკვეული განცხადებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს ხო აბსოლუტურად კოორდინირებული პროცესი. აგენტურა ქვეყნის შიგნით ის იღებდა დავალებებს ქვეყნის გარედან და სწორედ ამ დავალების საფუძველზე არ ისარგებლეს საკუთარი საპარლამენტო მანდატებით. ეხლა დაგვიანებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით წინანული. ყველასთვის ცხადია, რომ ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთმანეთისგან არსებითად აღარ განსხვავდება. ეს არის ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მართავს ამ ორივე ინსტიტუციას და აქცევს იარაღად ქართველი ხალხის წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკური დღესდღეობის გასატარებლად. ორივე ინსტიტუციაში წამყვან ჯგუფს წარმოადგენს ევროპული სახალხო პარტია და სხვა ასეთი ჯგუფები და ორივე ეს ინსტიტუცია იმართება ერთი პოლიტიკური ცენტრიდან, რომელსაც თავისი მავნე გეგმები აქვს საქართველოსთან მიმართებით. ამიტომაც არის, რომ ფაქტობრივად ეს არის ერთმანეთისგან გადაწერილი ტექსტები, იქნება შტაბეშტილება, რომ მომხსენებლები ერთ ჩატში არიან და ერთად მათ უზიარებენ და უგდებენ ტექსტებს, რომელიც შემდეგ უნდა გაჟღერდეს სხვადასხვა რეზოლუციებით თუ ტექსტებით. ამიტომაც არის, რომ ჩვენ თავშივე ვნახეთ, რომ პასესთან მიმართებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მიმართებით, მაშინ როდესაც მათ დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი, სუვერენიტეტი, რომ ხალხმა თავად გადაწყვიტოს ვიზით იყოს მათი ხელისუფალი, დაარღვიეს და დღემდე არღვევს ამას პასე, რა თქმა უნდა, ჩვენი დელეგაცია ამიტომაც არ მონაწილეობს. ბიუროკრატიის ხარისხით საქართველოს მსოფლიოში 25 ადგილზეა, ევროპის საუკეთესო 20-ში მე-17 პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს. ორ კვლევაზე დაყნობით ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს. ამ კითხვაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა საქართველოს უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ასევე ევროკავშირის შენგენის ზონის და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს.
ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის შეფასების ანგარიშის მიხედვით საქართველოს ბიუროკრატიის ხარისხი არის მსოფლიოში 25 პოზიციაზე და ევროპის საუკეთესო 20-ში. ევროკავშირის, ნატოს და შენგენის ზონის 18 სახელმწიფოზე წინ და პირველ ადგილზეა პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველოს გამორჩეულია კეთილსინდისიერი მმართველობით და ბუნებრივია ჯანსაღი ბიუროკრატია. კეთილსინდისიერი მმართველობა გავლენას ახდენს კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებაზე საქართველოში. ჩენდლერის ინსტიტუტის აღნიშნული კვლევა ადასტურებს ერთ ფაქტს, რომ საქართველოში არიან პროფესიონალი საჯარო მოხელეები. ამას ადასტურებს თუნდაც გაერო სერვისების საჯარო ფორუმი, რომელიც დღეს იხურება, ქვეყანაში ძალიან წარმატებით ჩატარდა და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ქარტეხილი გამოიარა ჩვენმა სახელმწიფომ, ჩვენმა ქვეყანამ და საჯარო მოხელეებზე უნდა ითქვას, რომ არც ერთი წამით, არც ერთი წუთით, არც ერთი საჯარო სერვისი არ გაჩერებულა. მათ გამოავლინეს პროფესიონალიზმი და ჩვენს რასაკვირველია შესაბამისად ხელს შეუწყობთ საჯარო მოსამსახურებს, ადამიანებს, რომლებიც როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე ემსახურებიან ამ ქვეყანას, რომ კიდევ უფრო მეტი სარგებელი ჰქონდეთ და უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი. ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მეორე ფაზის მშენებლობა იწყება. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. პროექტის მეორე ფაზა ითვალისწინებს როგორც საპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებას, ისე გამტარუნარიანობის ზრდას. აშენდება 250 მეტრის სიგრძის და 13 მეტრის სიღრმის ახალი ნავსადგომი და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ღონისძიების დასასრულს გაიმართა კაფსულის ჩადების ცერემონიალი. სალომე ფაცაცია მუშაობს ადგილზე, ის პირდაპირ ეთერშია, გისმენთ სალომე. ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგომის მეორე ფაზის მშენებლობა შეიძლება ითქვას, რომ უკვე იწყება და საზეიმოდ კაფსულის ჩადების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკის მინისტრთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ასევე ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის ხელმძღვანელთან და PS ჯგუფის დირექტორთან ერთად. მეორე ფაზა მშენებლობის ითვალისწინებს გაფართოებას როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე გამტარიანობის თვალსაზრისით და ამის შემდგომ უკვე გამტარიანობა ფოთის ახალ ნავსადგურში გაიზრდება 1 მილიონამდე და დასაქმდება გაცილებით მეტი ადამიანი. პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც შეკრებილებს მიმართა სიტყვით და აღნიშნა, რომ ეს პროექტი ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი ნაწილია ეკონომიკური მიმართულებით. ასევე მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მსგავსი პროექტები ნათლად აჩვენებს სწორი თანამშრომლობის ხელშესახებ შედეგებს ორ ქვეყანას შორის. ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება არის მორიგი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად გვიდრდება. ეს პროექტი საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს. ეს პროექტი არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ნდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას ყოველთვის ხელშესახები შედეგები მოაქვს. ამავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ ამ მასშტაბური ჩანაფიქრის ინიციატორი და განმახორციელებელი ქართული კომპანია. PS ჯგუფის წარმატება აჩვენებს, რომ ადგილობრივ ბიზნესს აქვს კომპეტენცია და ყველა რესურსი, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განახორციელოს ისეთი მასშტაბური პროექტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მომავალს ქმნის. ბოლო წლებში შუადერეფანი ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და კონკურენტუნარიან მარშრუტად ჩამოყალიბდა. ამ პროცესში ჩვენ უკვე აღარ ვართ მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი, საქართველოს იქცა მძლავრ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად, რომელიც ქმნის დამატებით ღირებულებას საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვისთვის. მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 21%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზრდა ყველა ძირითად კატეგორიაზე ფიქსირდება. რაც შეეხება ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურს, ბოლო 3 წელიწადში აქ ტვირთბრუნვა 78%-ით არის გაზრდილი. ეს ციფრები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მოთხოვნა ჩვენ სატრანსპორტო დერეფანზე ძალიან სწრაფად იზრდება. ჩვენი ამოცანა ამ მოთხოვნას თანამედროვე ინფრასტრუქტურით უპასუხოთ. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას, ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ხმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს. დღევანდელი პროექტი ამ სტრატეგიული ხედვის განუყოფელი ნაწილია. მიმდინარე წლის პირველი 5 თვის განმავლობაში შუადერეფნით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 21%-ით. საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ტონაჟი კი 19%-ით გაიზარდა. ზრდა ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა ძირითადი მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის მზარდ როლს.
რეგიონულ, ისევე როგორც საერთაშორისო ლოგისტიკაში. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დამატებით 40 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციას, რომელიც საგრძნობლად გაზრდის ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის შესაძლებლობებს. მეორე ფაზის დასრულების შემდეგ ნავსადგურის გამტარუნარიანობა 3 მილიონ ტონას მიაღწევს. გაიზრდება ოპერაციების ეფექტიანობა. დაჩქარდება ტვირთების დამუშავება, რაც დადებითად აისახება საქართველოს რეგიონალურ კონკურენტუნარიანობაზე. ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში მეორე ფაზის მშენებლობის საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, სადაც DFC 25 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოყოფს, დანარჩენს კი უკვე Face ჯგუფი განახორციელებს კონტრიბუციას. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა ისაუბრა და მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ მსგავსი პროექტები, მსგავსი ინვესტიციები საქართველოში განამტკიცებს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ნებას, რომ საქართველო ბუნებრივად გაიმყაროს შუა დერეფნის როგორც სატრანზიტო ჰაბის პოზიცია. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის მტკიცენებას განახორციელოს ინვესტიციები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოს როგორც შუა დერეფნის ბუნებრივ სატრანზიტო ჰაბის პოზიციას. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შეერთებულ შტატებსა და საქართველოს გრძელვადიანი პარტნიორობის ისტორიაში, რომელიც უკვე 300 წლეულზე მეტს ითვლის. წლების განმავლობაში ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ მუშაობთ უკეთესი მომავლისა და ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ დერეფნის ქვეყნების ეკონომიკა და ამავდროულად განვამტკიცოთ რეგიონული სტაბილურობა. დღეს მოხარული ვართ აღვნიშნოთ დამატებით 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის გამოყოფა, რაც შუა დერეფნის ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე მუშაობის გაგრძელებას მოემსახურება. სურს ხაზგასმით აღვნიშნო შეერთებული შტატები წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე, სანდო და ერთგული მხარდამჭერია. ჩვენ ამას გავაგრძელებთ. მე საქართველოში ვნახე მნიშვნელოვანი ოპტიმიზმი და სურვილი ქვეყნის განვითარების. ფოთის პორტი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ქვეყნის პროგრესისა და წინსვლის სიმბოლოა. 2022 წელს ამ მოდერნიზებული პორტის გახსნის დღიდან მან არსებითი როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციასა და ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საქართველოს მზარდი ბრუნვის მომსახურებაში. დღეს კი ჩვენ საფუძველს უყრით ფოთის პორტის შემდგომ გაფართოებას. ეს პროექტი მას მისცემს შესაძლებლობას ღირსეულად უპასუხოს თანამედროვე საერთაშორისო საზღვაო მოთხოვნებს. მშენებლობის მეორე ფაზა ითვალისწინებს კიდევ ერთი ნავმისადგომის მშენებლობას, რის შედეგადაც ახალი ნავსადგურის ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონით გაიზრდება. ახალი ტერმინალი მოემსახურება აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში და საქართველოში წარმოებული მინერალური სასუქების ტრანსპორტირებას. ახალი საზღვაო ნავსადგური სრულად პასუხობს შუა დერეფნის გამოწვევებს და აძლიერებს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში. ფოთის საზღვაო ნავსადგურის პირველი ფაზის მშენებლობა 90 მილიონი ამერიკული დოლარი მოიცვა, საიდანაც განახორციელა ინვესტიცია DFC 50 მილიონი დოლარის ოდენობით. რაც შეეხება მთლიანად ამ ინფრასტრუქტურულ პროექტს, ეს არის ინიციატივა, რომელიც საქართველოს ლოჯისტიკური და სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება. მადლობა, ეს იყო სალმონ ფაცაცია, ის ფორთიდან საუბრობდა. საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. ანგარიშს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. უნარების შეუსაბამობისა და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე, ასე ქვია დოკუმენტს, რომელშიც მიმოხილულია მიღწევებიც და გამოწვევებიც. ანგარიშის თანახმად უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა სტრუქტურული უმუშევრობა კვლავ გამოწვევად რჩება. ამავე დროს კომპანიები სულ უფრო ხშირად ასახელებენ კვალიფიციური მუშახელისა და სამუშაო ძალის დეფიციტს ბიზნესის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად. მთავარი ყველაფრისთვის არის ეკონომიკის ზრდა და თქვენ იცით, რომ ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდებოდა გასული 5 წლის განმავლობაში. ჩვენი ეკონომიკა დოლარში იყო 16 მილიარდი 2020 წელს და ახლა არის 38 მილიარდ დოლარზე მეტი. შესაბამისად, ბუნებრივია ეკონომიკის სწრაფი ზრდა იწვევს სხვადასხვა პარამეტრის გაუმჯობესებას, მათ შორის დასაქმების კუთხითაც გვაქვს ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, უმუშევრობის კუთხით უпроსორად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს მომავალშიც
ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებასა და ამაზე მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს. როცა იმართება ხოლმე ბიზნეს ასოციაციის პრეზენტაციები, მათი კვლევების პრეზენტაციები, ისინი აცხადებენ, რომ ნომერ პირველი პრობლემა არის ზოგადად სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე პრობლემა არის კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი. აქ მთავარი გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, განათლების სისტემის გაუმჯობესება და თქვენ იცით, რომ სწორედ ამიტომ ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ დასაქმების სტრუქტურის შეცვლაც იყო, რატომაც ჩვენ გამოვედით განათლების კომპლექსური რეფორმის ინიციატივით. მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, რა თქმა უნდა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება. საქართველოს გენერალური აუდიტორის 2025 წლის ანგარიში პარლამენტში გიორგი გაბიტაშვილს პლენარულ სხდომაზე მოусმინეს აქცენტი გაკეთდა უწყების საქმიანობაზე, პარტნიორებთან თანამშრომლობაზე, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებაზე, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე, სხვადასხვა უწყებაში ჩატარებულ 44 აუდიტზე, გამოწვევებზე და აღმოჩენილ პრობლემებზე. დარბაზში დაისვა კითხვებით, დეტალებს უკვე მარიამ კოპალეიშვილი გვეტყვის, რომელიც პარლამენტი დაგვერდება. გისმენთ მარიამ. პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს უკვე მოусმინა. გიორგი გაბიტაშვილმა კანონმდებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უწყების საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე გაცემულ რეკომენდაციებზე და არსებულ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით. უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამსახურის მთავარი პრიორიტეტული მიმართულება საქმიანობის არის საჯარო სექტორში არსებული გადაცდომების დროული გამოვლენა. ის ასევე საუბრობს გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, მათ შორის სისტემურ და სტანდარტულ ნაწილში და ხაზს უსვამს იმას, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტთან მუდმივი კოორდინაცია და საზედამხედველო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ჩატარებული ფინანსური აუდიტებით დავფარეთ 28.5 მილიარდ ლარზე მეტი, რაც ნაერთი ბიუჯეტის 95%-ია. საერთო ჯამში 2025 წელს 36.5 მილიონი ლარი შეადგინა ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხმობრივმა მაჩვენებელმა, რომელიც სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და ძირითადად უკავშირდებოდა საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს, ასევე შესყიდვებისა და აქტივების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგად ბიუჯეტში დაბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხები, მობილიზებული იქნა დამატებით შემოსავლები, ხოლო შემთხვევაში დაიზოგა საბიუჯეტო რესურსი. დამატებით მობილიზებული თანხის ჩამომაღირებულებამ შეასრულა 11.8 მილიონი ლარი. საანგარიშო პერიოდში ჩატარებული ფინანსური აუდიტების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებები აჩვენებს, რომ საჯარო სექტორში ფინანსური აღრიცხვა ანგარიშგების პროცესი გამოწვევებით ხასიათდება, რაც ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების საჭიროებაზე მიუთითებს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ კითხვები უკვე დაისვა დარბაზში. დღეს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით დაინტერესდნენ როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლები. დარბაზში დაისვა კითხვები ისეთი მიმართულებით, თუ რა ტიპის დარღვევები აღმოაჩინა სამსახურმა, როგორი არის შესრულების ნაწილი გაცემული რეკომენდაციების და ასევე დეპუტატები დაინტერესდნენ სანქციების თემასთან დაკავშირებითაც. თქვენს ანგარიშის მიხედვით პირდაპირ ცალსახად წერთ, რომ 3200-ზე მეტი რეკომენდაცია გაქვთ გაცემული, ნახევარი რეკომენდაციები შესრულებული არ არის. რას ნიშნავს ეს, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევებზე გაცემული რეკომენდაციები სახელმწიფოში არ სრულდება. ეს მაჩვენებელი მიუთითებს აუდიტის ინსტიტუციურ სისუსტეზე. არ სრულდება და ამაში თქვენ უნდა დაგვეხმაროთ პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება, რომ გავიგოთ რატო აუდიტის სამსახური ვერ დაიბარებს რომელიმე გამგებელს და ვერ დაუწყებს კითხვების დასმას, იმიტომ რომ ესეთ უფლებამოსილება არ აქვს. თორე კითხვების დასმა მე ძალიან კარგად ვიცი წინა პროფესიიდან გამომდინარე და თუ მომაინჭებთ ასეთ უფლებამოსილებას, მე გაწმუნებთ რომ შეიძლება რეკომენდაციების შესრულების პროცენტი თან რადიკალურად. არ გვაქვს სათანადო ბერკეტები. ეხლა ვითამაშოთ ახლა 45%, 49%. არ მაქვს ბერკეტი და როგორ შევასრულებ? მომეცით ბერკეტი და შევასრულებ. თქვენ ხართ სანქცირებული, ორგზის სანქცირებული ესტონეთის და დიდი ბრიტანეთის მხრიდან. და თქვენ სანქცირებული ბრძანდებით არა სამშობლოს სიყვარულისთვის, არამედ ადამიანის უფლებების დარღვევების, უმწვავესი და უმძიმესი დარღვევების დროს დუმილის გამო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ამას პრობლემად არ თვლით. ეს სანქციები არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სტრასბურგის სასამართლოც კი არ მიიჩნევს ამას არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივ მტკიცებულებად.
აპელირებთ კალბატონო თამარ ესტონეთის და დიდი ბრიტანეთის სანქციები და ამაში პრობლემას ვერ ხედავთ და გიდასტურებთ მთელი საპარლამენტო უმრავლესობა რომ ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავთ. ხა ესტონეთთვის თუ მაგალითია ლაშას დალაღაძეს რომ დაასანქცირებენ, მე მგონი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენეს თავით. ხა ბრიტანეთი როდესაც გვაბრალებს რომ კამიტით მოუწამლეთ ჩვენი მოქალაქეები და იმედი და პოზიტივი თურმე ხელს უწყობენ უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფას, ეხლა თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ ეს სასაცილოდ ჩავთვალოთ თუ პრობლემურად ჩავთვალოთ. ჩვენ სასაცილოდ თulit ამ ყველაფერს. პარლამენტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს თითქმის 2 საათის განმავლობაში უსმენდა, მანამდე გიორგი გაბიტაშვილი იყო საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე, სადაც მან გასცა ასევე დეპუტატების მხრიდან დასმულ კონკრეტულ კითხვებს პასუხი. ამ წუთებში პარლამენტში მისი მოსმენა დასრულებულია. მადლობა, ეს იყო მარიამ კოპალეშვილი და პირდაპირ ჩართვა პარლამენტიდან. ონკოპაციენტი ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ და გმობენ დამცინავ და შეურაცხყოფელ დამოკიდებულებას ონკოპაციენტების მიმართ. მშობლები ითხოვენ ბოდიშს იმ YouTube გადაცემის ავტორებისა და წამყვანებისგან, სადაც ლეიკემიის თემაზე უხეშად იხუმრეს. ონკოპაციენტების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს. ლუკა ჩანგელია ჩაგორთება ახლა თემით პირდაპირ ეთერში. გისმენთ ლუკა. ეს თემა თამარ განსაკუთრებით სენსიტიურია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე წლებია ებრძვიან ონკოლოგიურ დაავადებებს ან რომელთა შვილებიც ერთის მხრივ ცდილობენ ამ დაავადებასთან გამკლავებას, მეორეს მხრივ კი მათი ნაწილი არის უკვე გარდაცვლილი. სწორედ ამ ადამიანების ოჯახის წევრები დღეს მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში ავრცელებენ განცხადებას. ისინი ამბობენ, რომ მათ ყველაზე კარგად ესმით იუმორი, ესმით ანეკდოტებიც, თუმცა არ ესმით ის ყველაფერი, რომელიც საზღვრებს ცდება და შეურაცხყოფს იმ ადამიანებს და ლახავს იმ ადამიანების უფლებებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის იბრძვიან. ბუნებრივია ჩვენ ამ განცხადებაზე და თავად ოქტოპუსის მიერ გაცემულ პასუხზეც ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე შეგვიძლია ვნახოთ ის ვიდეო, რომელიც ოქტოპუსის YouTube არხზე გავრცელდა. რაპუნცელ, გადმომიგდე შენი თმა. ლეიკემია მაქვს. ონკოპაციენტების ოჯახის წევრებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს არაერთი განცხადება. მას ყავს საკმაოდ მრავალი ხელმომწერი. განცხადებაში საუბარი არის იმაზე, რომ პირველ რიგში მსგავს თემაზე ასეთი ხუმრობები და ამ ფორმით შეურაცხყოფის მიყენება ადამიანებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. შეურაცხყოფს იმ ძალისხმევას, რომელიც ონკოპაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს აქვთ, რომლებიც იბრძვიან სიცოცხლისთვის და ისინი მოითხოვენ ბოდიშის მოხდას. ოქტოპუსისგან ამ YouTube გვერდმა უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ისინი ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ მხოლოდ იმის სურვილი, რომ შავი ხუმრობით, ასე რომ თქვათ, ესაუბრათ ამ კონკრეტულ საკითხზე, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ უფრო მეტი და დეტალური ინფორმაციის მიღება გვსურდა, თუნდაც მათ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოსთან მიმართებით, თუმცა მაგალითად გიორგი კალატოზმა, რომელიც YouTube გვერდის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და შემდგომში უკვე მოგწერა პირად შეტყობინებაში, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ გამოვიყენებდით სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას. ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია, მკურნალობის პროცესში, ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტის სასაცილო წარმოჩენა და ადამიანების პირადი ტრაგედიის შავი იუმორად გარდაქმნა უცენზურო და შეურაცხყოფელია. მიუხედავად ჩვენი შვილების უმძიმესი დაავადებებისა და პირადი ტრაგედიებისა, იუმორი არ დაგვიკარგავს და ჩვენს გვეცინება ხარისხიან ხუმრობებზე. დაბიო იუმორს გვერდს სულით, თუმცა მსგავსი შეურაცხყოფელი და მკურნალობის შედეგად დამდგარი ვიზუალური დაზიანებების სასაცილო წარმოჩენა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ვგმობთ მსგავს დამცინავ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს ჩვენი შვილების და თითოეული ონკოპაციენტის მიმართ და გადაცემის ავტორებსა და წამყვანებს, მათ შორის ბეტსონ სპორტს, გიორგი კალატოს, ნიკა შევარდნაძეს და მათ კოლეგებს ვთხოვთ, გაიაზრონ და ბოდიში მოუხადონ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს. ერთ-ერთმა მონაწილემ გამოგონილ პერსონაჟ რაპუნცელზე იხუმრა, რომ მას თმა ლეიკემიის გამო არ აქვს, რაც იყო შავი ხუმრობა, რომელიც არანაირად არ ისახავდა მიზნად ონკოპაციენტების დაცინვას, თუმცა გვესმის, რომ ეს ხუმრობა ადამიანებისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო მტკივნეული და გვინდა ყველა ადამიანს, ვისაც ამ ხუმრობით ტკივილი მიადგა, ან ეწყინა ბოდიში მოუხადოთ. მოგვიანებით კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია ონკოლაინ ჯორჯიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი არის, რომ ამ ორგანიზაციის თითოეული წევრი შეძრწულია ჩვენდამე ამგვარი დამოკიდებულებით, ასეთ განცხადებას წერენ და ასევე ამბობენ, რომ ისინი ითხოვენ ყველა მხარემ გაიაზროს და აიღოს პასუხისმგებლობა თავის საქციელზე. ეს არის ის კონკრეტული განცხადება, რომელსაც დღეს მთელი დღის განმავლობაში, როგორც უკვე გითხარით, ონკოპაციენტები ავრცელებენ, ისინი ბოდიშის მიღმა უფრო დეტალურად მოითხოვენ, რომ მსგავსი თემები აღარ გახდეს სახუმარო კონკრეტული ორგანიზაციებისთვის
და ხუმრობის მიღმა მათ აიღონ ერთის მხრივ პასუხისმგებლობა და მეორეს მხრივ დადუმპირობა, რომ მსგავსი რამ მეორედ აღარ განმეორდება. მადლობა, ეს იყო ლუკა ჩანგელია. სიძულვილის ენის წინააღმდეგ მორგის სასამართლო პროცესი ბათუმში გაიმართა. სამართალდამრღვევად ცნეს და 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისეს სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ ბერიძეს. ბრალდებულმა პროცესზე თქვა, რომ კომენტარი ნამდვილად დაწერა, თუმცა არ იცოდა, რომ ეს ქმედება დასჯადი იყო. დღესვე პროცესი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოშიც. მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ზურაბ ოსიღმაშვილი, რომელმაც შეურაცხყოფა ვახო სანაიას მიაყენა. მას 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე სასამართლოებში ამ ეტაპზე 60-მდე საქმე განიხილება. რამდენიმე პირის მიმართ გადაწყვეტილება უკვე ცნობილია. ქალბატონი სალომეს როდესაც გავიდა მისი პრეზიდენტობის ვადა, იმ დღიდან მიზანმიმართულად და იქამდე მავნებული საქმეებში ჩადიოდა ქვეყნის წინაშე, აღიზიანებდა ყველას. საქართველოს 3,500,000 ადამიანიდან 3,200,000 აგინებს. მოულოდნელად მოვედი სასამართლოში და თურმე ვინაიდან მე სალომე ზურაბიშვილს რაღაცა სამდაგვარი მიმართე და დავწერე 1000 ლარი ჯარიმა. მას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბატონმა მალხაზმა განმარტა, რომ არ იცოდა თუ იყო სამართალდარღვევა, თუმცა ამ შემთხვევაში სასამართლომ სწორად შეაფასა წარმოქმნილი საქმის მასალები. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ არ ცოდნა არ გამორიცხავს სამართლებრივად ამ შემთხვევაში კონკრეტული ღონისძიებების გატარებას, გულისხმობ იმას, რომ არათავისუფლებდა პირს პასუხისგებლობისგან ის გარემოება, რომ არ იცოდა სავარაუდო სამართალდარღვევის არსებობის შესახებ და ნიშნების შესახებ. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა კიდევ ერთი ადვოკატი დიმიტრი საძეგლიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას უფლებებს იცავდა. ამ საქმეზე ლელოს ლიდერების გარდა ყველა ბრალდებულ საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სხვადასხვა მუხლით, მათ შორის საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდებისთვის. სრულიად უსაფუძვლოდ მიიღო გადაწყვეტილება ჩემი სასამართლოს თომის დარბაზიდან გაძევების თაობაზე მოსამართლე მახარობლიძემ. პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა კითხვის განრიდების შესახებ. ამის შემდეგ მან მოისმინა ნიკა გვარამიას პოზიცია და მეც მინდოდა როგორც მის ადვოკატს პოზიციის დაფიქსირება, თუმცა ამის საშუალება არ მომცა და ისე განარიდა შეკითხვა, მაშინ როდესაც პირდაპირი ვალდებულება ერთის მხრივ სასამართლოს და მეორეს მხრივ პირდაპირ კანონით გათვალისწინებული უფლება ადვოკატის, რომ თვითონაც დააფიქსიროს პოზიცია კითხვის განრიდებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ჩემი მხრიდან არც შეურაცხყოფის მიყენებას ქონია ადგილი, არც სასამართლოს თომის ჩატარებისთვის ხელშეშლას. ბრალდებულთა მოქმედებების შემდგომ ხდებოდა ისე, რომ აქციის მონაწილეები ესწროდნენ პოლიციის თანამშრომლებს, სხვადასხვა ნივთებს, ქვებს, ადგილზე არსებულ პიროტექნიკას, რკინის საგნებს და სხვა ნივთებს, რომელიც იწევდა მათ დაზიანებას. რომელიმე მხარე არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ბრალდების მხარე თუ დაცვის მხარე. არ ემორჩილება მოსამართლის გადაწყვეტილებას და მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე მიუთითებს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და ნუ ეკამათება სასამართლოს თავმჯდომარეში და ეს გრძელდება ამ ფორმით და ამოცემულობით, რა თქმა უნდა, ეს არის პროცესზე წესრიგის დარღვევა და ეს თანამდებობებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ სხდომაზე ნამდვილად განხორციელდება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით ელენე ხოშტარიას ყველა მომსახურება გაეწია. პაატასალია ამბობს, რომ სპეკულაცია თითქოს ექიმი ვერ ახერხებს პენტენციურ დაწესებულებაში შესვლას, რადგან რეალურად მათ დაწესებულებაში შესვლისთვის საჭირო დოკუმენტები არ წარმოადგენს. პირველივე დღიდან, როდესაც ქალბატონ ხოშტარიას დაჭირდა სამედიცინო დახმარება, მას მიეწოდებოდა სრული სპექტრი სამედიცინო მომსახურებისა, რაც სჭირდებოდა. და ამის შესახებ ინფორმირებული იყო საზოგადოება, თუმცა ყოველ ჯერზე არის მცდელობა სპეკულაციებისა და ყოველ ჯერზე გვიწევს პასუხი გავცეთ და არა მარტო სიტყვიერად, არამედ დასაბუთებულად გავცეთ პასუხი იმას, რომ ეს არის ყველაფერი სპეკულაცია. სპეკულაცია ის არის, რომ ექიმი ვერ ახერხებს შეცვლას. იცით რატო ვერ ახერხებს ექიმის შეცვლას? იმიტომ რომ ვერ მიაწოდეს პენტენციურ სამსახურს ექიმის პირადობის მოწმობის ასლი და შესაბამის სფეროში, სამედიცინო სფეროში ექიმის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ეს არის ყველაფერი. მზადყოფნას გამოხატავდა სპეციალური პენიტენციური სამსახური, ახლა მზადყოფნას გამოხატავს, როგორც იქნება მიწოდებული ეს დოკუმენტაცია, ექიმი შეძლებს შესვლას და მოინახულოს ქალბატონი ხოშტარია და არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რომელიმე სამედიცინო დაწესებულებიდან მოყვანილი ექიმის ან რომელიმე მშავდებულის ან ბრალდებულის მდგომარეობიდან გამომდინარე იყო აუცილებლობა მისი კერძო კლინიკაში გადაყვანისა და ეს არ მომხდარა. ანალოგიურად ქალბატონ ხოშტარიასაც გაეწია ყველა ის მომსახურება, ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ იმ ექიმის მოყვანაზე, ვის შესახებაც მან ინფორმაცია მოგვაწოდა, უბრალოდ ვერ მოხდა მათი მხრიდან ამ დოკუმენტების მოწოდება და ახლა მოგეხსენებათ, რომ პენიტენციური დაწესებულებაში თავისუფლად ვერავინ შევა. საბედნიეროდ ის დიაგნოზი, რაზეც მას ეჭვი ჰქონდა, გამოირიცხა. ახლა მიმდინარეობს დამატებითი შემოწმებები და რაიმე საგანგაშო მდგომარეობა ამჟამად არ არის. 22 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერჩუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია. სუსის ინფორმაციით ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. შინაგან საქმეთა მინისტრი იმერეთის რეგიონს ეწვია და სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა. დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა სულხან თამაზაშვილს ინფორმაცია მიაწოდეს. მინისტრი იმყოფებოდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც. მანამდე ის შიდა ქართლ სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია. იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან განთავსებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოში. უყურებთ კურიერს 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში უბრუნდებით. თბილისში გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი დასრულდა. სამდღიან ფორუმზე ლიდერებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა მოქალაქეზე ორიენტირებული და ინოვაციური საჯარო სერვისების განვითარების საკითხები განიხილეს. ფორუმის პარლებში გამართულ მრგვალ მაგიდაზე იუსტიციის მინისტრმა მონაწილეებს საჯარო სერვისების მიწოდების ქართული მოდელი გააცნო. პატასალიამ დელეგატების კითხვებსაც უპასუხა და ყურადღება გაამახვილა ფიზიკური და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც მოქალაქეებისთვის საჯარო სერვისებზე უნივერსალურ წვდომას უზრუნველყოფს. გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით პირველად ჩატარდა. ეს არის გაეროს სახელით მინდა თითოეულ თქვენგანს გამოუცხადო უღრმესი მადლობა ფასდაუდებელი წვლილისთვის, ურყევი ერთგულებისა და აქტიური ჩართულობისთვის. გასული 3 დღის განმავლობაში გამართულმა დისკუსიებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ერთი უმნიშვნელოვანესი ჭეშმარიტება. სულ უფრო მეტად გაურკვეველ მსოფლიოში ეფექტიანი საჯარო ინსტიტუტები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე. საჯარო სამსახური არის ის ძალა, რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიას, აღდგენს ნდობას და უზრუნველყოფს რეალურ შედეგებს ადამიანებისა და საზოგადოებისთვის ყველგან. ამ ფორუმმა შეგვახსენა, რომ საჯარო სექტორი მხოლოდ ცვლილებებთან ადაპტირებით არ უნდა შემოიფარგლოს, მან ცვლილებებს თავად უნდა უხელმძღვანელოს. ბოლო დღეების განმავლობაში ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე საჯარო მმართველობის სფეროში საფუძველს ქმნის ინოვაციაზე, გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებაზე, ინკლუსიურობასა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე. ამ აზრთა ურთიერთგაცვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძლიერი საჯარო ინსტიტუტების მთავარი მიზანი მოქალაქეთა საჭიროებებზე ეფექტური რეაგირებაა და საზოგადოებრივი ნდობის გამტკიცება. ამ მიზნის მიღწევა კი დღეს უფრო მეტად ვიდრე ოდესმე საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში გამართული დისკუსიები და გაზიარებული გამოცდილება ხელს შეუწყობს საჯარო სერვისების გაუმჯობესებას, ინსტიტუტების გაძლიერებას და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. ეკონომიკის მინისტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო. საუბარი შეეხო გეგმებს და ფრენების განახლებულ განრიგს. გაკეთდა განცხადება, რომ მგზავრების გაზრდილი რაოდენობის მისაღებად აეროპორტში ყველაფერი მზადაა. ტერმინალს ახალი სივრცეები ემატება, რომელიც მოიცავს როგორც საოპერაციო, ასევე ადმინისტრაციულ ზონებს. ჯამში გამტარ უნარიანობა 25%-მდე იზრდება.
ჩვენ დავათვალიერეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ინფრასტრუქტურა, რომელიც ემსახურება ზღვისპირა რეგიონს. შესაბამისად მოვინახულეთ თუ რა სამუშაოები ტარდება იმისათვის, რომ ტურისტულ სეზონს შესაბამისად დახვდეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ ასევე გავეცანით სამომავლო გეგმებს თუ რა არის დაგეგმილი აღნიშნული აეროპორტის განვითარებისთვის და ნამდვილად უნდა ითქვას, რომ ტურისტული სეზონისთვის აღნიშნული აეროპორტი არის მზად და შესაბამისად დარწმუნებულები ვართ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება ასევე რეკორდული ციფრები, როგორც ჰქონდა 2025 წელს. დღეს როცა ჩვენ ტურიზმის პოტენციალზე ვსაუბრობთ, საზაფხულო სეზონის დაწყებაზე ძალიან მნიშვნელოვანი არის ტურისტების მრავალმილიონიანი ნაკადის ზრდა და ამ ფერხულში, რა თქმა უნდა, საბაჟოები, აეროპორტები არის ერთ-ერთი უმთავრესი ობიექტები, საიდანაც ხდება ნაკადების შემოდინება. დღეს ჩვენ ვიყოფებით ბათუმის აეროპორტში და გვაქვს შესაძლებლობა ვიმსჯელოთ ბათუმის აეროპორტის განვითარებაზე, წარმატებაზე, სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებზე. 25 ივნისი მეზღვაური საერთაშორისო დღეა ბათუმის საზეიმო ღონისძიებებს მასპინძლობს საზღვაო აკადემიის კურსანტებმა ტრადიციული მსვლელობა გამართეს ევროპის მოედანზე საბავშვო შემეცნებითი სივრცეებია განთავსებული. დღე ოფიციალური მიღებით და კონცერტით დასრულდება. დღეისთვის საქართველოს 21,000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ყავს. იქნება კონცერტი, ბავშვთა გასართობი პროგრამა ევროპის მოედანზე. ესე იგი ბავშვებს ანახებენ საზღვაო რუკებს. ბოლოს იქნება დასკვნითი ღონისძიება საზღვაო პორტში. ესე იგი შეხვდებიან მეზღვაურებს, იქნება დაჯილდოება. მე ვარ ბათუმის საზღვაო აკადემიის მესამე კურსელი. მინდა ყველა აქტიურ მეზღვაურს მიულოცო ეს მნიშვნელოვანი დღე, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე 25 ივნისი. დღეს ვაპირებთ, რომ გავმართოთ საზეიმო მარში. შევამკოთ გვირგვინით იუნკების სათნო მემორიალი. მე ავირჩიე ეს პროფესია, რადგან არის ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკისთვის და იმედია, როგორც მომავალი კაპიტანი, წამოვწევ ქართულ მეზღვაურებს, მათ კომპეტენციას მსოფლიო ბაზარზე. მეზღვაურობა მართლაც ძალიან საპასუხისმგებლო და საგმირო პროფესია და მეზღვაურებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს აღჩენებულსა და განვითარებაში. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ დღის ნაწილი და მომავალში უკვე როგორც მომავალმა მეზღვაურმა გავაგრძელო მათი ეს საგმირო და ღირსეული საქმიანობა. ვლოცავ მათ ამ დღეს, ვუსურვებ კარიერულ წინსვლას, წარმატებას, შემშვიდობით დაბრუნებას. მე გახლავართ აკადემიის ოფიცერი და ეს საქმე არის ჩემთვის არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ სულიერი საზრდო. 25 ივნისს საქართველოს თავდაცვალების სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე არ მიხულში მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა თავდაცვის ძალებში სერჟანტების როლზე ისაუბრა და მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა. დღევანდელ დღეს ვლოცავ ყველა მოქმედ და ვეტერან სერჟანტს, რომლებმაც საკუთარი კარიერა, ცოდნა, გამოცდილება და ცხოვრება საქართველოს სამსახურს მიუძღვნეს. წლების განმავლობაში თავდაცვის ძალების განვითარებასთან ერთად ეტაპობრივად ყალიბდებოდა და ძლიერდებოდა სერჟანტთა კორპუსიც. თანმიმდევრულმა რეფორმებმა, განათლებაზე ორიენტირებულმა მიდგომამ და თითოეული სერჟანტის თავდადებულმა შრომამ შექმნა ის ძლიერი ინსტიტუტი, რომელსაც ენდობიან, რომლისას ითვალისწინებენ და რომელიც მოტივაციას უმაღლებს ჩვენს სამხედროებს. თავდაცვის ძალებისათვის უმნიშვნელოვანესია სერჟანტთა კორპუსის როლი, რომელიც საიმედო საყრდენია დასახული ამოცანების ეფექტურად შესრულებასა და პირადი შემადგენლობის ყოველდღიური მართვის პროცესში. თავდაცვის ძალების სერჟანტთა კორპუსს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ჩვენი ჯარის განვითარებასა და გაძლიერებაში. მის თითოეულ წევრს კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე. არსებული გამოწვევებთან გამკლავება შეუძლებელია იმ ბირთვის გარეშე, რომელსაც მაღალკვალიფიციური, დისციპლინირებული და გონიერი სერჟანტთა შემადგენლობა ქმნის. სურსათის უნებლობის სოფლიო დღე აღენიშნა თბილისში. ღონისძიება დავით სონღულაშვილმა გახსნა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სურსათის უნებლობის მნიშვნელობაზე, აგრარული სექტორის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც. ქართული პროდუქტი უნდა იყოს ასოცირებული ხარისხიან პროდუქციასთან, შესაბამისად ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელოვანი არის სურსათის სააგენტოს აქტიური და ბიზარმიმართული მუშაობა, რაც თავისთავად ცხადია ვახორციელებთ, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანი არის, რომ ჰარმონიზაციაში მოვიდეს იმ საერთაშორისო ვალდებულებებთან და კანონმდებლობებთან, რომელიც გვაქვს და რომელსაც ვახორციელებთ. ბოლო წლების განმავლობაში სურსათის სააგენტო მაქსიმალურად გაზარდა სახების კონტროლი და დახვეწა სტანდარტები.
და ეს სისტემა საბოლოო ჯამში ემსახურება იმ მიზანს, რომ მომხმარებელი, რომელიც მიდის მაღაზიაში სურსათის საყიდლად თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის, იყოს მაქსიმალურად დარწმუნებული, რომ ეს სურსათი არის უნებელი და ხარისხიანი. სპორტჯამში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სააგენტოს დირექტორმა მონაწილეებს უწყების მიზნები, სერვისები და პროგრამები გააცნო. ყურადღება გამახვილდა მაღალმთიან რეგიონებში დასაქმების ხელშეწყობასა და სარესტორნო ბიზნესში კადრების მოძიება გადამზადების აუცილებლობაზე. გარდა ამისა, მხარებმა შრომით იმიგრაციის სფეროში განხორციელებულ სიახლეებზეც ისაუბრეს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დღეს შეხვდა სამცხე-ჯავახეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. მოვისმინეთ დამსაქმებლების საჭიროებები, ინიციატივები და შეკითხვები. სამომავლოდ ჩვენ გეგმავთ თანამშრომლობა გავაგრძელოთ და კიდე დავგეგმოთ მსგავსი ღონისძიებები სხვადასხვა რეგიონებში. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან ინფორმატიული და ამავდროულად ძალიან საჭირო. ის დავინახეთ, რომ სახელმწიფო ყოველთვის მზად არის კერძო სექტორს მხარში ამოუდგეს, დაეხმაროს. ასეთი შეხვედრების, დისკუსიების და კითხვა-პასუხის რეჟიმში ერთის მხრივ ვიცნობთ ერთმანეთის საჭიროებებს, მეორეს მხრივ კიდევ სამომავლო პერსპექტივები იკვეთება. როგორც შეიძლება იყოს დასაქმების ფორუმები, ვერქშოპები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს ორ თანამშრომლობას. ავიაკომპანია Georgian Airways-მა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენები დაიწყო. პირველი რეისი დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესულდა. ავიაკომპანია რეისებს კვირაში 4-ჯერ შეასრულებს. ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთი იქნება. ახალი მარშრუტის გახსნასთან დაკავშირებით თბილისის აეროპორტში ღონისძიება გაიმართა. ჩვენს მრავალ მიმართულებას ემატება კიდევ ერთი ავიარეისი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რეისები შესრულდება კვირაში 4 სიხშირით. ეს იქნება ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას. ფრენის ხანგრძლივობა შეადგენს სულ რაღაც 45 წუთს და დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან მიმზიდველს და კომფორტულს ხდის მგზავრობას ამ მიმართულებით. ასევე ჩვენი ხედვით ეს ხელშეუწყობს როგორც საქმიან ვიზიტებს ბათუმში, ასევე ტურიზმის განვითარებას. მრავალწლიანი ინტერვალის შემდეგ დღეს პირველად თბილისის აეროპორტიდან ამ წელს პირველად და ასევე ბოლო წლებში პირველად სრულდება ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისი, რომელსაც ასრულებს Georgian Airways-ი. ეს რეისი შესრულდება კვირაში 4 სიხშირით ამ ეტაპზე. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის და ბათუმისთვის ამ რეისის ამუმშავება. იმიტომ რომ მოგეხსენებათ ტურისტული სეზონი უკვე იწყება ბათუმში, იყო ძალიან დიდი მოთხოვნა ჩვენი მომხმარებლისგან და ჩვენი მომხმარებელი არის მოგეხსენებათ არა მარტო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, არამედ ჩვენი უცხოელი სტუმრები, ტურისტები, რომლებიც ჩვენ ქვეყანას სტუმრობენ. ამ პირველი რეისის ერთ-ერთი პირველი მგზავრი ვარ, მოხარული ვარ, რომ ეს რეისი შედგა დღეს ბიზნეს შეხვედრებისთვის უნდა გამგზავრებულიყავი ბათუმში და ძალიან გამიხარდა რომ გავიგე რეისის არსებობა, დიდი ხანია ველოდებით, ძალიან მოხერხებულია რა თქმა უნდა. ის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე rustavio2.g ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით Facebook-ზე. კურიერი გემშვიდობათ 6-მდე დროებით.